ამას თუ მიიღებთ ცივები და იდიო ყველა გეუბნებათ, მაგრამ თითქმის არავინ არ გეუბნებათ როგორ უნდა დაიდოთ ეს რამდენი ხნის განმავლობაში და რა ხანგრძლივობით. თქვენც თუ დააკვირდით ამ ამბავს, საინტერესო ვიდეო იქნება თქვენთვის. სინამდვილეში ცივების დადება ძალიან კარგი არის, ტრავმის შემდეგ უბრალოდ მაგას თავისი წესები აქვს და თუ გიგმინდა რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი, ამ წესებს უნდა მივიღოთ. წესები შემდეგია. პირველი. ცივები უნდა დავიდოთ პირველ დღეს 1-2 საათში ერთხელ 15-20 წუთის განმავლობაში. უმჯობესია რომ 15 წუთზე ნაკლები თუ არ იქნება და არ უნდა იყოს 20 წუთზე მეტი. მეორე, თუ კი ყინულს ვიდეთ, ეს ყინულსა და კანს შორის პირდაპირ შეხება არ უნდა იყოს, მათ შორის უნდა იყოს რაღაცა ბარიერი, თხელი, ნაჭერი ან ცელოფნის პარკი ან რაღაცა იგივე. მესამე, პირველი დღის შემდეგ, მეორე-მესამე დღესაც შეგიძლიათ გააგრძელოთ ცივების დადება, ამ შემთხვევაში უკვე დღეში 2-3 ჯერ 4 ჯერაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ეხლა ისიც ვთქვათ, რატო ვადებთ ამ ცივებს. პირველი მიზეზი რატომაც ვადებთ არის ის, რომ ტკივილს ამსუბუქებს, მეორე არის ის, რომ შეშუპებას ამსუბუქებს და მესამე ამ ყველაფერიდან გამომდინარე უფრო კომფორტი არის პაციენტის. რაღაცა კვლევები აჩვენებს, რომ ვთქვათ, რეაბილიტაციაში შეიძლება დიდი როლი ამას არ ქონდეს, მაგრამ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, როგორც მინიმუმ ის სამი ეფექტი, რომელიც ამ წუთას ჩამოთვალე, ძალიან კარგია. ეს ეფექტი რომ მივიღოთ, ამ ცივიდან ეს ტემპერატურა უნდა გადავიდეს დაზიანებულ კიდურზე. ამისთვის 10 წუთზე ნაკლები თუ იქნება, 15 წუთზე ნაკლები ამას ვერ მივაღწევთ, მაგრამ თუ კი 20 წუთზე მეტ ხანს გვექნება, ხშირად დაშობული შეცდომები არის ხოლმე ის, რომ დაიდებენ, შეიხვევენ ამ ცივს და მერე იძინებენ. ესე არ შეიძლება, იმიტომ რომ 20 წუთზე მეტ ხანს თუ იქნება, თეორიულად მიკროცირკულაცია შეიძლება დაირღვეს და პირიქით არ იყოს მაინც კარგი. სულ ეს იყო რითმაც მინდოდა ცივების დადებაზე, ხშირად მეკითხებიან ხოლმე ამას და ჩემი დაკვირვება გაგიზიარეთ. თუ რამე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დამისვათ და მე ვიპასუხებ რა თქმა უნდა. აქვე შეგახსენებთ, რომ მე ექიმი არჩილ მარშანია ვარ და ჯანმრთელობას და ობიექტურ რეალობაში ცხოვრებას გისურვებ. მოგადროებით.